მცდელობა შეიქმნას ბიზნეს community, რომელიც მზად იქნება ქმედითად დაუპირისპირდეს იმას, რაც ქვეყანაში ხდება. ბიზნესი რო აღწეროთ ქართული უზარმაზარი რაოდენობა არის შტატებში. ჩვენი მთავარი რწმენა და ჩვენი გამარჯვება არის თუ დავიჯერებთ რომ შეგვიძლია. ბიზნეს გარემო შესაძლებელია ვისი ვალდებულება არის ეს ანუ შენი თანამონაწილეობა არ უნდა გქონდეს ამაში როცა ვსაუბრობ რომ ეს არის ბიზნეს პლატფორმა ბიზნეს აქტივობებით რაღაცაზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა ჩემთვის ამ წუთში ყველაზე საამაყო პროექტი არის ეს ჩვენ წელსა ფულს გავაკეთეთ ქართველი ემიგრანტი ბავშვებისთვის აღმოაჩინეს საქართველოს ეს იყო აი იავნანამ რაკმნაში რო არის ხო იცით ბოლოს რომ ატირდება რომ როგორი მაგარი საქართველო ქონია რამდენი რამით შეგვიძლია თურმე რომ ვიამაყოთ ხო ანუ როცა საუბარია ხიდების აშენებასთან ეს არის რომ ჩვენ რამოდენიმე ქართველი დაუბრუნეთ საქართველოს რა ცოტა ხანი ემოციები გადავდოთ ჩვენ აქ მენეჯერები ვარ და პრაგმატულად შევხედოთ არის თუ არა ეს ბიზნეს მოდელი. ჩვეულებრივი ბიზნესია, სადაც შეგიძლია აკეთო ფული, ღირსეული და სამართლიანი მარჟი და თანამედროვე ამაყი იყო. სტრასბურგში ქონდა ძალიან მრავალფეროვანი ღონისძიება. ჭოლას თეატრი ქონდა საქართველოს 1921-1924 და აქ იყო გაცოცხლებული ის რაც ხდება საქართველოში. ადამიანებმა აი აღიქვეს, იმიტომ რომ ატროფირდება განცდები. ესეთი მაგალითების ჩამოთვლა შემიძლია ძალიან ბევრი ინსტრუმენტი გვაქვს ბიზნეს, რომელსაც არ ვიყენებთ და სანამ ჩვენ საშინაო დავალებას არ შევასრულებთ, ნუ გვექნება განცდა დასავლეთმა მიგვატოვა, გავყიდა და რაღაცები. აი ეს შესავალი დამჭირდა იმისთვის რომ მეთქვა რა არის ჩვენი ინიციატივა, ხო? ინიციატივა არის ესეთი, სადაც არის მეტნაკლებად რაღაც რაოდენობა ემიგრაციის, პირველი რაც იხსნება არის რესტორანი. რატომ არ შეიძლება გაკეთდეს ეგეთი რაღაცა? იმიტირებული არჩევნები ერთდროულად, აი დავთქვით დრო. ყველა რესტორანმა თქვას, რომ აი შოთი ხო მაინც უნდა წაიღო სახში, უფასოდ გაძლევ შოტს, მოდი თან შოთი წაიღე სახში და თან აი აიღე უბრალოდ სიმბოლურად რაღაცა ფურცელი და ჩააგდე ყუთში. ამას მინდა შეგახედოთ ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრების თვალით, რომ პირველი უყურებენ ქართველების თვითორგანიზებას, როცა ემიგრაცია, რომელიც მათი აზრითაც არის ერთადერთი ხსნა, რაღაცა ისეთ აქტივობას აკეთებს, რასაც სჭირდება მენეჯერული უნარები, ხო? ვიზუალიზირებულ პროტესტის ძალიან ცივილურ სახეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ იდეა არის თუ იქნება საკმარისი რაოდენობა იმ ადამიანების, ვინც ამ იდეას დაუჭერს მხარს, რა ვიცი, მალხაზისაც აქვს ეგ მზაობა, შევხვდეთ, ვისაუბროთ. პროცესი უნდა დაიწყოს აიდანღაც რა. I'm Andrea, the store director of this location. 2007, we opened our first location in Italy. In 2010, we were already in the United States, so it moved very, very quick. In 3 years. In 3 years, we were already here. The Flatiron location was the first one. A couple years later, Chicago, then downtown, Boston, Dallas. It started like getting bigger and bigger. So now in 2025, we have over 50 locations worldwide with the same message, which is bringing the excellence of the Italian product around the world. As I was saying, the concept was bringing the best of the Italian products around the world, and that gave the opportunity even to small producers to get bigger, because imagine Italy is a country of 50 million people, United States 250 million. So if you get your product in here, your production can get 10,000 times what it used to be just being in the Italy.
ეს არის მცდელობა ბიზნესში და ეკონომიკაში მყოფმა ადამიანებმა იმ ინსტრუმენტებით, რაც მათ გააჩნიათ, რაღაცა ქმედითი გააკეთონ იმისთვის, რომ შეჩერდეს იმ ხიდების ნგრევა დასავლურ სამყაროსთან, რაც ჩვენ, რა ვიცი, ჩვენს წინ ბევრმა თაობამ განახორციელა და დავიცვათ ჩვენი მათ შორის პრაგმატული ინტერესები. ღირებულებების ქონა არ არის აუცილებელი იყოს სახლიდან რაღაცის მოტანაზე, დასუსტებაზე. პირიქით, შესაძლებელია ქონდეს ღირებულებები ადამიანს და ამითი გაძლიერდეს, ხო? და მეორე ეს არის აი რა შეიძლება გავაკეთოთ ემიგრაციაში მყოფმა საქმიანმა საზოგადოებამ, ბიზნეს ლიდერებმა, აი ძალიან კონკრეტული. აი ამ ორ მიმართულებას გაგაცნოთ. ეს არის პროექტი, რომელიც რაღაცნაირად ჩვენ ქართულ საზოგადოებას, ემიგრაციაში მყოფ საზოგადოებას და საქართველოში მყოფ საზოგადოებას უფრო ახლოს გაგვდის ერთმანეთთან და ეს არის მცდელობა ბიზნეს ინსტრუმენტების გამოყენებით გავხადოთ მიმზიდველი აქეთა მხარეს ყოფნა, იმიტომ რომ წაგებულებთან, ლუზერებთან, წარუმატებელ ადამიანებთან ყოფნა არავის არ უნდა. შენ გაძლიერებ შენი ემიგრაციული თემი, დგები ფეხზე და მერე შენ ხარ მონაწილე იმისი, რომ სხვა ახალი ჩამოსული ემიგრანტი გააძლიერო და ეს სიძლიერე საბოლოო ჯამში არის ლობიზმი, საბოლოო ჯამში არის ისტორიული სამშობლოს ძალიან სერიოზული მხარდაჭერა იმისთვის, რომ აშენდეს აი ესეთი სისტემური community, რომელიც თავის ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ემიგრაციის გაძლიერებაში, რომელიც პირდაპირ კავშირშია საქართველოს გაძლიერებასთან, მალხაზის აქვს ძალიან მაღალი დონის ექსპერტიზა, კვალიფიკაცია თუ რა განვითარების ეტაპზეა დღეს ქართული ბიზნესი ამერიკაში, იმიტომ რომ უამრავ ბიზნეს ემსახურება და უამრავი ბიზნესის დაწყების რაღაცა ისიც პირველი ნაბიჯები და მეორე, როცა ჩვენ საუბრობთ ითალიისნაირ ფორმატზე, ეს არის ძალიან რთული პროექტი და როგორც საბანკო სექტორის წარმომადგენელი გიორგი შეუძლია რჩევები, რეკომენდაციები, ხედვები გაგვიზიაროს, როგორ შეიძლება გახდეს ეს პროექტი რეალისტური, როგორ შეხედავდა ამას ბანკი, როგორ შეკრულად მოითხოვდა ამ პროექტის წარდგენას და თუ აქ აღმოჩნდებიან ადამიანები, ვინც ჩვენი შეხვედრის მერე იტყვიან, რომ პრინციპში რაღაც მარცვალი დავინახე და მოდი შევხვდეთ ვისაუბროთ, ეს ძალიან ხმარებოდა შემდგომი ნაბიჯების გადადგმაში, ხო? რაც შეეხება ამერიკაში ემიგრაციას, რამდენიმე წლის წინ გადაწყვეტილ გავაკეთებინა ფინანსური კომპანია, რომელიც ერთი კონკრეტული ფინანსური მომსახურებით დავიწყეთ და აღმოჩნდა ის, რომ ქართული საზოგადოება იყო მომსახურების გარეშე დატოვებული ამ მიმართულებით და მივედით ბიზნესის მომსახურების რაღაც ინსტრუმენტებამდე. ეს არის ფინანსების მოპოვებიდან, კონსალტინგიდან დაწყებული ლიცენზიების მოპოვება და უამრავი რაღაცა, რაშიც ვეხმარებით დღეს ქართულ ბიზნესებს. ჩვენ ვემსახურებით შეიძლება ითქვას 1500 ორგანიზაციას ქართველების მიერ დაფუძნებული, მათგან დაახლოებით 90%. ძირითადი ბიზნესი რო აღწეროთ ქართული უზარმაზარი რაოდენობა არის ეს კვების ობიექტები. იტალიის წარმომადგენელმა თქვა, რომ 3 წელიწადში 50-ნი გახდნენ. ახლობით ესეთი ტემპით იზრდება ქართული კვების ობიექტების რაოდენობა ამერიკაში. მიდის წინ მეტნაკლებად ქართული ბიზნესი შტატებში. ჩემი აზრით, იტალიის მსგავს თუ იქნება ქართული ინიციატივა და დაკომპლექტება სწორად ექნება სწორი მენეჯმენტი, უნდა კონდეს რამდენიმე ობიექტს ერთ ან ორს ან შეიძლება დიდ ქალაქებში 3 და 4-ს ალბათ კიდე უნდა კონდეს ასეთი პერსპექტივა. ამ კაცს მიტაცებული აქვს სახელმწიფო თავიდან ბოლომდე, ხო? ეს ყველას გვესმის. ყველა ინსტიტუტი, ყველაფერი აქვს მიტაცებული. არ ვიცი, სფერო არ არსებობს, უბრალოდ რომ დაიწყო და აღშფოთება არ გამოიწვიოს იმ მოცულობამ, როგორც ეს ხალხი, ეს ადამიანი თავისი რაღაც გარემოცვის მეშვეობით იპარავს და ქვეყანას რასაც ამსგავსებს.
ემიგრანტებისთვის ხმის უფლების ჩამორთმევა. ხო, აი, მხოლოდ რუსს შეუძლია ესეთი რამის კეთება. ამ კაცმა წაგვართვა სამშობლო. ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით წაგვართვა სამშობლო. და რა უნდა ამ კაცს? ამ კაცს უნდა შემდგომი რა? ამას უნდა საქართველოს იყოს ღარიბი. მისი თავარი მოკავშირე არის სიღარიბე. აი ამ რეალობაში ვართ დღეს და რა არის ამ დროს გამოსავალი. პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მინდა ვთქვა, ჩვენ ვართ უმრავლესობა. ადამიანები იბრძვიან ბოლომდე უსახსროდ საქართველოში დანებებას არავინ არ აპირებს. მეორე საკითხი არის ემიგრაციის როლი, როგორ გავააქტიუროთ და აი ეს ძალა, როგორ დაქსაქსული ძალა, როგორ გავაერთიანოთ და ვაქციოთ დიდ ალღად, რომელიც არა მარტო ეხა დაეხმარება ჩვენ ქვეყანას, რომ დაუბრუნდეს იქ, სადაც მისი ადგილი, არამედ მომავალშიც ექნება მუდმივი გავლენა, როგორც დაუწყი. ამისთვის ჩემი აზრით ერთი რამე არის საჭირო. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ აქ იყოთ წარმატებულები. ერთმანეთს უნდა შევთანხმდეთ, რომ კოორდინაცია არის საჭირო. ნეტვორკინგი არის საჭირო. ერთმანეთს უნდა ვიცნობდეთ და ერთმანეთს უნდა ვეხმარებოდეთ რაღაცების წაწევაში წინ. იქნება ეს ბიზნეს ინიციატივა იტალიისნაირი, რომ ქართული სახლი გაკეთდეს, რომ ქვეყანაში რაღაცის დალანჩვა და გაკეთება უზარმაზარ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ხო? მაგრამ გაერთიანებულად, კოორდინირებულად, ხო, მოვერევით. ღმათ ვარ დარწმუნებული, რომ თუ ჩვენ შევძლებთ აი ესეთი ორგანიზებული ადგილების გაჩენას, ეს საბოლოო ჯამში მნიშვნელოვნად დაგვეხმარება ყველას, ვინც აქტიურად არის ჩართული რუსთაველზე და სახლში, ისე როგორც გარეთ არის. ზურა, მადლობა, იმიტომ მინდა უთხრა და იმიტომ ვცემ ამ ინიციატივას პატივს, რომ პრაქტიკულად ნოლიდან საკუთარი ხარჯებით დაიწყო რაღაცნაირად ხორცის შესხმა, რომ მოდი სტრასბურგში, პრინსტონში, ნიუ-ჯერსიში, დღეს ნიუ-იორკში შევხვდეთ. დღეს ვიქნებით 10 კაცი, ან 20 კაცი ვიქნებით, 25, საიდანაც 5 დარჩება და იტყვის, რომ იცი რა, მე მზად ვარ, რომ მოდი რაღაც ახალი იდეები გავაკეთოთ და მოდი უფრო მეტად გავაკეთოთ. ხვალ 15 იქნება, ზეგ 25 იქნება და ავაგორებთ ამ ტალღას, ოღონდ ეს და ამ შემთხვევაში ზურას ინიციატივა ეხება უშუალოდ მეწარმული უნარების მქონე ადამიანებს, მცირე მეწარმეებს, ბიზნესმენებს, მენეჯერებს, რომ მოდი ჩვენ არა პოლიტიკური პარტიის დაფუძნების მოძრაობის და ყველას განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვაქვს და პოლიტიკური ინტერესები გვაქვს, პოლიტიკური გემოვნება გვაქვს. ერთადერთი რაც გვაინტერესებს, რომ დასავლეთი არის ჩვენი მომავალი, ამაზე ყველანი ვთანხმდებით. მაგრამ მოდი ის ადამიანები, ვისაც სხვაზე მეტად ესმის, საქმე რა არის, საქმიანი ადამიანი რა არის, შრომა რა არის, პროცესების მართვა რა არის, სისტემური მიდგომა რა არის, მოდი ჩვენ დავჯდეთ და ჩვენ გავაკეთოთ რაღაცა. ვაჩვენოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ორგანიზება. თუ ჩვენ ვაგებთ, იმიტომ რომ ვერ დავკოორდინირდით. ნებისმიერ ინიციატივაში, რომელსაც თქვენ ჩაერთვებით, ან თქვენ იქნებით ორგანიზატორი, ან ინიციატორი, არის დიდი ამბავი, ჩვენ ვართ ბევრნი. გეოპოლიტიკაც აუცილებლად ჩვენსკენ შემოტრიალდება, შეუძლებელია. უკრაინაც ვერ დამარცხდება ამ ბრძოლაში და საბოლოო ჯამში უნდა გავიმარჯვოთ. ოღონდ ჩვენს გარეშე ეს არ მოხდება. ჩვენი მთავარი რწმენა და ჩვენი გამარჯვება არის თუ დავიჯერებთ, რომ შეგვიძლია. ეს არის ნამდვილად პირველი რეალური დადასტურებული შემთხვევა, როცა ამერიკაში ოპერირებადმა ქართულმა ბიზნესებმა ერთად მოიყარეს თავი ღირებულებებისით. ძალიან სიმბოლო სარალოგაბობები და კატეგორიულად მნიშვნელოვანია ესეთი ორგანიზებების ჩატარება. ერთმანეთის რიცხვ, ბიზნესის გაძლიერება. ფიქრობ, დღევანდელი შეხვედრა იყო კიდევ ერთი შანსი დავფიქრდეთ, როგორ ინოვაციურად ერთმანეთი ორგანიზაცია. ჩვენი ორგანიზებული ძალა, ხალხის ძალა, არის ყველაზე მნიშვნელოვანი. სიმართლე არ უნდა ჩაქრეს ჩვენს ქვეყანაში. ეს ზუსტად მესმის, როგორი რთული იყო მათთვის მიიღოთ გადაწყვეტილება გამოჩენილიყო. პირველი გვენდნენ და მეორე გაბრედეს.